ძალიან ხშირად არა მარტო ფეხბურთელებს, სპორტსმენებს, განსაკუთრებით პატარა ასაკში მიღწეული წარმატების მერე ემართებათ ეგრეთ წოდებული ვარსკვლავური სცენი, რომელიც მე ვფიქრობ, მარცხზე არანაკლებ ტკივნეული და ტრაგიკულია. რამაც შეიძლება საბუნდაგოდ დაღუპოს ამ სპორტსმენის კარიერა. ასე დროს ვის უნდა მიმართოს სპორტსმენმა ან რა ფორმით და როგორ შეიძლება ამ სცენისგან გათავისუფლდეს? უკითხო უკვე შენი კითხვა უკვე თავისთავად პასუხსაც უკვე გულისხმობს რა. რა თქმა უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს, ხო? მაგრამ აქ რა არის, იცი, აქ მნიშვნელოვანი არის რა, რომ სანამ ადამიანს ეს ამბავი დაემართება, ხო? მანამდე უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული. ხა ბავშვთა ფეხბურთში ხო ხედავთ როგორი სიტუაცია, გასაგებია შეიძლება იქ კარგი მწვრთნელების ნაკლებობა, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, უკვე ბევრი მწვრთნელი მაგალითად რაღაც A კატეგორიის ლიცენზიები აქვს მომრავლდა, მაგრამ ფსიქოლოგიის თვალსაზრისით მე რამდენადაც ვიცი, შეიძლება ვწდები. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ხო მე მგონი არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ნუ სადღაც შეიძლება ნორმალური მდგომარეობა, მაგრამ სადღაც არ არის ნორმალური მდგომარეობა. აი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვი. ადამიანი რომელიც გადაწყვეტს დიეტაზე დაჯდეს და გახდეს. რომ გახდე მაგალითად და წონა დაიკლო. მარტივია, გაცილებით მარტივია, ვიდრე წონის შენარჩუნება. იგივეა აქაც. შენ შეიძლება გახდე მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ მაგარი ფეხბურთელი შეიძლება გახდე მაგარ ფეხბურთელად გახდომა გაცილებით ადვილად, ვიდრე ამ მაგარი ფეხბურთელობის შენარჩუნება. ეხლა მაგალითად ავიღოთ ორი გენიალური ფეხბურთელი, სამი გენიალური ფეხბურთელი უცბად შევადაროთ რა. რონალდინიო ხო ძალიან მაგარი იყო. რონალდინიო იყო 2 წელი წინავდა ფაქტიურად, 2-3 წელი, ხო? ხო, რა 2-3 წელი ის ბარსელონას ნუ გენიალური ტიპი იყო, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ წამოვიდა ქვევით. ვინ დარჩა ოლიმპზე? მესი და ჩემო ბატონო რონალდო. ხო, რატო? იმიტომ რომ სტაბილურობა ჰქონდათ. სტაბილურობა ჰქონდა და სტაბილურად მიდიოდნენ და ყველას რო ეგონა რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი და რონალდო აღარ იქნებოდნენ იმის მერე, წინა ჩემპიონატის მერე. ძალიან დიდი ბოდიში მესიც ერთ რონალდოც. საერთოდ არ გამიკვირდება ბატონო მამკა 2030 წლის ჩემპიონატზეც იყოს ორივე ისეთები არის. შენ ხო იცი თუ ისე განვითარდა ამათი გზები, ხო მე-4 ფინალში ეჯახებიან ეგენი რა არგენტინაც. საოცარი და მაგარი რაღაცა იქნება. ხო და არ ვიცი რა მოხდება.